წეროვანის დევნილთა დასახლებაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ფილიპ დიმიტროვთან ერთად დაათვალიერა. პროექტის პარკლებში წეროვნის საჯარო სკოლას სასკოლო ინვენტარი გადაეცა, ასევე მოეწყო ბაგაბაღისთვის საბავშვო მოედანი, სკოლის სპორტული დარბაზი და საფეხბურთო მოედანი. გარდა ამისა, მოწესრიგდა სასმელი წყლის მილები და სანიაღვრე არხები. საერთო ჯამში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 4,5 მილიონი ევრო დაიხარჯა. სამინისტრო ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალური გავითარების ფონდის მეშვეობით ახორციელებდა დევნილთა მხარდამჭერ პროგრამას, რომელიც დევნილთა დასახლებებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას გულისხმობდა. უშუალოდ ბოლო წლების განმავლობაში აქ გაკეთდა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების ღონისძიებები, გაკეთდა ასევე შიდა მნიშვნელობის საავტომობილო გზები, ასევე გაკეთდა ნაპირდაცვასთან დაკავშირებული სამუშაოები. ჩვენ აქ ვნახეთ ადგილები, სადაც ადამიანები ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობენ. სწორედ მათთვის გავაკეთეთ ეს ყველაფერი. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მათი დახმარება შეგვიძლია. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ამ ადამიანების ცხოვრება უკეთესი გავხადოთ.